კარგი, რამე კონკრეტული შეგიძლიათ მასწავლებლებს უთხრათ, თქო, ამ მშობლებს, რას მიექცენ ყურადღება? მშობლებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ ვიდრე მასწავლებლებს, უფრო ხმაურა შეუძლიათ ლაპარაკი და მე მგონია რომ უბრალოდ უნდა ილაპარაკონ ამაზე, ამ კითხვები უნდა დაასვან, მოითხოვონ გაწყვეტილების მიღებისგან, რომ ამ კითხვებზე უპასუხონ. მაგალითად, სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ ეს გაწყვეტილების მიღებები მივიდნენ უნივერსიტეტებში და გასცენ პასუხი იმაზე, რას უპირებენ მათ პროგრამებს და უნივერსიტეტებს. აი მაგალითად, ეს შენობა გაიყიდება შემდეგ წელს თუ არ გაიყიდება. ან თქვენ მოგიწევთ გადასვლა ახლა აქედან სტუდენტებს მოუწევთ იმაში რუსთავში სიარული. როდიდან დაიწყება ეს ყველაფერი? მშობლებმა რა შეიძლება დასვან, რა შეკითხვა? დირექტორებს ან მასწავლებლებს რა შეუძლიათ? როდის მოხდება მათი რეალური პრობლემების გადაჭრა, ხო? მაგალითად, როდის იქნება სკოლაში წყალი, როდის აშენებენ იმ სკოლას, როდის იქნება ნორმალური ლაბორატორია, როდის იქნება გახანგრძლივებული პროგრამა, როდის იქნება კვება და ასე შემდეგ. და ამ კითხვებზე პასუხები არ არის, რაც ისინი სთავაზობენ. საერთოდ პასუხს არ ცემენ, ხო? ამბობენ, რომ როცა გვექნება კარგი ინფრასტრუქტურა, მე გვექნება კარგი ბუფეტი, მე გვექნება კარგი კვება და მანამდე ჩაიცვით ფორმები და არ მუშაობს ესე, ხო?